ყველა საჭირო მომსახურება ერთ ცენტრში $1,500,000 ინვესტიცია GPI Holding-მა ახალ კლინიკაში განახორციელა, სადაც დუშეთის მოსახლეობას უკვე გადამზადებული მედიკოსები ემსახურებიან. ისევე როგორც ყველა ახალი საავადმყოფო, დუშეთის განახლებული კლინიკა ყველა თანამედროვე სტანდარტს შეესაბამება. უახლესი ტექნიკით აღჭურვილი კლინიკა და გადამზადებული მედიკოსები დუშეთის რაიონულ საავადმყოფოს მასშტაბური სარემონტო სამუშაოები ჩაუტარდა. სამედიცინო დაწესებულებაში, რომელიც 15 სატოლზეა გათვლილი, ადგილობრივებს ყველანაირი სამედიცინო მომსახურების მიღება შეუძლიათ. კლინიკაში სადაზღვო კომპანია GPI $1,500,000 ინვესტიცია ჩადო. განხორციელდა სარემონტო სამუშაოები და აღჭურვა ყოფილი საავადმყოფოსი სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში. ადრე არ იყო კარგი პირობები, გათხოვება არ იყო, აღჭურვილობა არ იყო. დღეს რა თქმა უნდა ძალიან კმაყოფილი ვართ. დუშეთის განახლებული კლინიკა დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი ადგილობრივებსაც შეხვდა. ძალიან გიყვარხართ, ბატონო მიშა. ვაიმე, ბედნიერია ისერი, რომელსაც ასეთი პრეზიდენტი ყავს. სიამაყედ უყურებდი, აი თქვენ გამოსვლებს, თქვენ შეხვედრებს ამერიკაში და ისეთი იმედი გვაქვს, რომ ჩვენ საქართველოს ეხლა უფრო მაგარი იქნება, უფრო დემოკრატიული. ჩვენ დუშეთში ძალიან ბევრი რაღაცა გაკეთდა და ერთი აი ჩვენ ერთად ვაშენოთ ეს ჩვენი პატარა დუშეთი. დიდი მადლობა თქვენ და თქვენს გუნდს ასეთი სიკეთისთვის. დიდი მადლობა. უნდა გაკეთოთ. თელი საქართველოს. დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო, თქვენი ასეთი ბრწყინვალე 8 წლისადმი. ამისთანა საავადმყოფოსად. აი ეს საავადმყოფო ჩვენთვის იყო სასიცოცხლო მნიშვნელობის, იმიტომ რომ ჩვენ ბენეფიციარების თბილისში ჩაყვანა გვიხდებოდა და ძალიან ვწვალობდით ტრანსპორტი ყოველდღე მოვლელი და ამ საავადმყოფომ მომცა მე იმის საშუალება, როგორც ხელმძღვანელს, რომ ჩემი ბენეფიციარები პოლიციები ხო გადაფალებული? აბსოლუტურად ყველა არის GPI-ში გასული. მე მითხრა, აი პირველ რიგში გილოცავ წარმატებულ ვიზიტს. ესე იგი ძალიან აი როგორც თქვენ ზრუნავთ თქვენ საქართველოზე რომ ვიყოთ კარგად ადგილობრივი თვითმმართველობა ისე ზრუნავს დუშეთელებზე და ჩემ პანსიონატში. დუშეთის საავადმყოფოში 80 მედიკოსი მუშაობს. პრეზიდენტი დღეს მათი სამუშაო პირობებით დაინტერესდა. მოგვიანებით კი მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი პედიატრი ირაკლი ცისიშვილი ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა. ექიმი, რომელსაც 66 წლიანი სამუშაო სტაჟი აქვს, წლების განმავლობაში დუშეთის რაიონულ საავადმყოფოსთანაც თანამშრომლობდა. საქართველოში ხდება 150-მდე ახალი სამედიცინო ობიექტი, ახალი კლინიკა. ხშირად ამბობენ, რომ ძველი იხურება და ახალი ხსნება, უმეტეს შემთხვევაში 100-ია, მაგრამ ეს ნიშნავს ასევე, რომ მაგალითად სტატისტიკურად ამ კლინიკაში შემოვიდა 6-ჯერ, 7-ჯერ მეტი პაციენტი, ვიდრე შემოდიოდა წინაშე. ეს კლინიკები უბრალოდ ახალი რაღაცის კი არა, შენობის გამოცვლა. ეს არის არსებითად ხარისხობრივად ახალი ჯანმრთელობის დაცვის სისტემის შექმნა. ჩვენ ახლა მუშაობთ იმაზე, რომ ეს საავადმყოფოები ასევე იყოს ყველასთვის ხმისაწვდომი, მაგრამ ეს არის ის, რასაც ჩვენ გეგმავდით, რომ საქართველოში იყოს ევროპაში საუკეთესო დონის ჯანმრთელობის დაცვის და ასევე რა თქმა უნდა განათლების სისტემის. ჩემი ამბიციაა, რომ სადღაც 2014-15 წლებში საქართველოს თლიანად ეს სისტემა იყოს ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო. 2015 წლის მოდერნიზაციით გეგმით. ეს არც აბახი არ არის, ეს არის კონკრეტული, რაც გვეკეთება. მაგრამ რა თქმა უნდა, სამედიცინო სისტემა ეს არ არის კედლები მარტო, თუნდაც გამთბარი კედლები, თუნდაც განათებული პალატები, ეს არის პირველ რიგში ხართ თქვენ ექიმები. საქართველოში სამედიცინო ტრადიცია ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა, რომ ყავდა ყველა ეპოქაში ძალიან წარმატებული ექიმები, დაფასება ამ ხალხის არის ჩვენი განსაკუთრებული პრივილეგიაც და ჩვენი განსაკუთრებული ვალდებულებაც. ერთ-ერთი ასეთი ყველაზე გამოჩენილი ქართველი ექიმი არის ბატონი ირაკლი ციციშვილი. ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი მას იცნობს პირადად და იცნობს ბავშვობიდან. ამ ქართულ საზოგადოებაში არ დაგიმალოთ, მეც შევდივარ, მე ძალიან ჭირიანი ბავშვი ვიყავი და ბევრჯერ ამომოჩენილა მის ხელში. რამდენიმე წელი ვავადმყოფობდი, ხანა დიაგნოზი დამისვეს, ხანა და ჩამოწერილი ყავთ უკვე და საწოლი მირჩევდნენ ექიმები, რომ კარგად შეფუთრეთ და საწოლიდან არ აყენოთ. და ბოდოს ბატონი რაკისთან კიდევ ერთხელ მომიყვანეს, სხვა რომ კუნალობა კარგია, მაგრამ ააყენეთ კიდევაც ყველგანია რომ ისწავლოთ, იმეცაინოს და სპორტზეც მიიყვანეთ. ეს არის ყველაზე სწორი. და
და ვინაიდან მას იმხელა ავტორიტეტი ქონდა ჩემო ოჯახთან თავჯერა. ასობით, ათასობით ასეთი ბავშვი არსებობდა მოქალაქე საქართველოს. და მე მინდა ყველა ჩვენგანის სახელით დიდ ქართულ მოღვაწეს მართა და დიდ ქართულ მედიკოს საქართველოს გენოფონდის ძალიან ღვაწლმოსილ დამცველს ბატონ ირაკლი ციციშვილს დიდ ქართულ პედიატრს გადავწე წირვალების ორდენი როგორც ჩვენი დიდი მადლიერების და მისი დიდი ღვაწლის ხაზგასმა ქართული სახელმწიფოს მხრიდან. მთელი საქართველო დავლილი მაქვს. ჯერ დუშეთში მარტო 11 წელიწადი ჩვენი კათედრა გადიოდა თვეში 4-ჯერ. და კონფერენციებს ვაწყობდით აქა, ლექციებს კითხულობდით, ახალ მიღწევებს უხსნით ექიმებსაც, ექთანების მომზადებასაც ვფიქრობდით და ასთავი ულიდით თელ მოსახლეობას. ჩემი მოღვაწეობის მანძილზე რომ დავთვალეთ დაახლოებით 800-ზე მეტი ბავშვი ყავს გაშინჯული და მორჩენილი. ეხლა მახსოვს ბატონი მიშას ბაბუა მიშა რომელიც ჩემი ინსტიტუტის რექტორი იყო მედიცინის ისტორიის კათედრის გამგეერთრულად მე კარგად ვიცნობდი ამის დედას არაჩვეულებდა თელ ოჯახს. აი და გითხრათ რომ ძალიან ბევრი კარგი საქმე გამიკეთებია ცხოვრებაში და სულ კეთილი მინდოდა გამეკეთებინა ჩვენი მოსახლეობისთვისაც. ეს აუცილებელია, იმიტომ რომ ჩვენ სხვანაირად ვერ ვიცხოვრებთ. თუ ერთმანეთი არ გავიტანით, თუ ერთმანეთს ხარი არ მოვდგით, თუ ერთმანეთი არ დავაფასეთ, მინდა ახალგაზრდებმა ცოტა რომ დაიფხეს და უნდა ის 1 და 3 რომელიც რამატი არაფერი არ არის. უნდა იყოს 2.5 მინიმუმ. ამიტომ დროზე გააჩინეთ, ბევრი გააჩინეთ. ბევრი მოსახლეობა უნდა გაიზარდოს. ბატონ ირაკლი არის ლეგენდარული პიროვნება, არამხოლოდ მედიცინის თვალსაჩინოებით, მისი ოჯახი ისევე რეპრესირებული იყო, როგორც უამრავი ოჯახი საქართველოში, დაუხრუტეს ძალიან ბევრი ახლობელი. ისი თვითონ იყო ანტისაბჭოთა მოძრაობის ერთ-ერთი პირველთაგანი საქართველოში, გადასახლებული ციხეში, ყველაფერი ამის მიუხედავად, მან მოახერხა, რომ ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქართული მედიცინის განვითარებაში. დღესვე პრეზიდენტმა კლინიკაში ახალშობილები მშობლებთან ერთად მოინახულა და საჩუქრები გადასცა. ერთ-ერთ მშობიარეს თამარ ბულაურს პრეზიდენტთან შეხვედრა სურდა და ამიტომ საკეისტრო ოპერაცია რამდენიმე ხნით გადადო. ქალბატონი სამშობიარო ბლოკში მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის მისვლის შემდეგ შევიდა. პრეზიდენტი კი მშობიარობას დაელოდა. მიხეილ სააკაშვილმა მოგვიანებით დედა და ახალშობილი მოინახულა. ამის შემდეგ კი ქალიშვილის დაბადება თამარ ბულაურის ნათესავებსა და ოჯახის წევრებს. ჩვენიერი გადასარევი. დიდი მადლობა ესე ნინიკო დაიბადა რა ესე? მომილოცეს. დიდი მადლობა. ტელევიზორში მე კარგად ჩაიარა. გიყურებთ თქვენ წარმატებას. ჩემ წარმატები რა შეიძლება თქვენი შვილი გაიბადა. დიდი მადლობა. დიდი მადლობა. მეხუთე შვილიშვილია ეს. და მისი დაბადება მამცნო პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ძალიან გამეხარდა რომ ბავშვი დაიბადა, ძალიან მესიამოვნა რომ პრეზიდენტმა მომილოცა. დუშეთის განახლებული საავადმყოფო პაციენტებს უკვე ემსახურება კლინიკა მთელ რაიონზეა გათვლილი.